მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ადამიანის ბუნება გაცილებით ღრმაა, ვიდრე ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს. ჩვენში იმალება შესაძლებლობები, რომლებიც აჭარბებს ფიზიკურ კანონებს. ესენია ტელეპათია, ლევიტაცია, ინტუიცია, ტელეკინეზი და სხვა უნარები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ რჩეულთათვის იყო ცნობილი. მაგრამ დრო მოვიდა, როცა ეს უნარები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. აი როგორ დავიწყოთ მათი გააქტიურება. პირველი, გაახსენე საკუთარ თავს, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. შენ ხარ სული, რომელიც განიცდის ფიზიკურ გამოცდილებას დედამიწაზე. ზებუნებრივი უნარები ბუნებრივია სულისთვის. მათი გახსენება იწყება თვითშეგნებით. მე ვარ უსაზღრო არსება, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. მეორე, განთავისუფლდი შიშისგან და შეზღუდვებისგან. ყველა ზებუნებრივი უნარი ჩაიხშობა ეჭვებით, შიშით, სწავლებებით, რომლებიც გვეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია. ყოველდღე აფირმაციების, ანუ დამარწმუნებელი ფრაზების მეშვეობით გაამხნევე თავი. მაგალითად, მე ვაღვიძებ ჩემს ღვთაებრივ ძალას. მე მზად ვარ ვიმოქმედო სიყვარულით და სინათლით. მესამე, განივითარე გონების სიმშვიდე და ფოკუსი. ზებუნებრივი უნარები გამოჩნდება სუფთა გონებაში. ივარჯიშე ყოველდღიური მედიტაციით, კონცენტრაციით სუნთქვაზე, გრძნობებზე ან შინაგან სინათლეზე. მეოთხე, გამოიყენე ვიზუალიზაცია. წარმოსახვა არის ხიდი უხილავსა და ხილულს შორის. ყოველდღე ივარჯიშე იმ უნარის წარმოდგენაში, რომლის გააქტიურებაც გსურს. წარმოიდგინე, როგორ ტოვებ სხეულს, როგორ ამაღლდები ჰაერში, ან როგორ გადაადგილებ საგნებს ფიზიკური შეხების გარეშე. მეხუთე, მიენდე ენერგიას და გაიხსენე სულიერი კავშირი. ზებუნებრივი ძალა მოდის უმაღლესი წყაროდან, სიყვარულისგან, მშვიდი რწმენისგან და ერთიანობისგან სამყაროსთან. რაც მეტად ხარ კავშირში ამ ენერგიასთან, მით მარტივად იწყებ შენი ბუნებრივი ძალის გამოვლენას. შენში იმალება ეს ყველაფერი. ზებუნებრივი უნარები არ არის რაღაც უცხო, ისინი შენ ხარ თვითონ. როცა მოიშორებ შიშს და გაემართები შინაგანი ძალისკენ, მიხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა.